მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ბლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დავბრუნდით უკვე სახლში, როგორც იცით, ჩემი წინა ბლოგებიდან დასასვენებლად ვიყავით, ასევე მოვიხსენით თმა და საშინელი საკუთარი თავის გაუცხოება მქონდა, ვერაფრით ვერ ვეგუები აი ამ ჩემს წინარს, რადგან მთელი თვის მანძილზე წინარი არ მქონდა და ახლა რომ ვიღებ ამ წინარს აი ასე, არც ახლა არ მომხდის. ჯობია ისევ დავტოვო. მოკლედ არ ვიცი რა მეშველება. დღეს მინდა რომ გამოვაცხო კორჟიკები. ეს ჩემს ბავშვობაში იყიდებოდა მაღაზიაში და ასე ეძახდნენ კორჟიკებს, როგორც ვიცი, საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში იყიდებოდა ხოლმე ბუფეტში და ვინც ხართ იმ დროიდან და გახსოვთ ეს კორჟიკები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. უგემრიელესი ორცხობილები გამოდის, მოდი ასე დავარქვათ, ასევე გაბრიელს ძალიან უყვარს და ერთადერთი გაბრიელის გამო ცოტა შაქარს ვამატებ, მაგრამ დავდებ აუცილებლად ინფობოქსში სრულ რეცეპტს, არის უადვილესად გამოსაცხობი და უგემრიელესი, ასე რომ ერთად გამოვაცხოთ. დაგჭირდება რძე 80 მგ, ასევე 200 გრამი შაქარი, მაგრამ მე აქ ვიყენებ 120 გრამს, 1 კვერცხი, 100 გრამი კარაქი და 500 გრამი ფქვილი. ფქვილს ხან 400 გრამს იღებს, ხან 500, აქ მაქვს 500 გრამი და ნელ-ნელა დავამატებ და ისე შევურავ. ასევე ვანილი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. პირველ რიგში უნდა გადავიტანოთ შაქარი თვითონ რძეში და კარაქი უნდა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ მანამ, სანამ არ გაიხსნება შაქარი მთლიანად და არ გადნება კარაქი. ჩემი რძის, შაქრის და კარაქის ნაზავი ასე გამოიყურება, ცხელი იყო და სულ ცოტა ხნით დავტოვე, რომ ოდნავ შეგვილდეს, რადგან თვითონ ცხელი მასა ბევრ ფქვილს აიღებს და შემდეგ მაგარი გამოვა. სანამ ოდნავ შეგრილდა, მე ყავა მოვიდუღე ჩემთვის და ვაგრძელებთ ახლა მომზადებას. თან მოვამზადებ და თან ცოტა ვიჭერავოთ. ვამატებ კვერცხს, ვანილს, გამაფხვიერებელს დავუმატებ ფქვილში და ვზელავთ ცომს. სანამ ცომს მოვზელავ, თან ცოტა ვიჭორავოთ რა ხდება ჩვენსკენ. მოკლედ ეს კვირა, რომელიც მოდის, არა და შემდეგ ორშაბათს უკვე ბავშვები სკოლაში მიდიან, გავიდა 5 კვირა და ცოტა მოწყენილები არიან, იმიტომ რომ არ უნდათ სკოლაში დაბრუნება, მაგრამ გავმართლათ იმაში, რომ ჩვენი სკოლა არის სკოლა გიმნაზია და ორშაბათს ბავშვებს აქვთ გამოცდები უნივერსიტეტის, ამიტომ ორშაბათს არ წავლენ სკოლაში, როგორც სხვა ბავშვები და წავლენ სკოლაში თუ არ ვცდები 5 შაბათს ან 4 შაბათს. მოკლედ რამოდენიმე დღე კიდევ სახლში იქნებიან. ცოტა გამიკვირდა, რომ სახლში დატოვეს ბავშვები, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, სკოლა არ უნდა გაცდეს არავითარ შემთხვევაში. თუ მოხდა ისე, რომ სკოლა ცდება, შემდეგ სახლიდან აქვთ ხოლმე ვიდეო გაკვეთილები და ონლაინ გაკვეთილებზე ესწრებიან სახლიდან. მოკლედ ალბათ იმიტომ, რომ დასაწყისი იყო. ასე რომ სკოლისთვის ვემზადებით, ვიყიდეთ უკვე რვეულები და რაღაცეები, ცოტაღა
დარჩა, ასევე ჩანთებიც, ტანსაცმელიც, წიგნებს რაც შეეხება, ზოგ წიგნს ჩვენ ვყიდულობთ, ზოგ წიგნს თვითონ სკოლა გადასცემს და წიგნებისთვის ვიხდით 80 ევროს თითო ბავშვზე ყოველ წელიწადს, შემდეგ წიგნებს აძლევენ და ბავშვებმა უკან უნდა დააბრუნონ. რა თქმა უნდა, ყოველ წელიწადს ვიხდით 80 ევროს, ოღონდ ბავშვები შემდეგ ამ წიგნებს უკან აბრუნებენ. ასევე ყოველ წელიწადს ეს არის სურვილის მიხედვით, მაგრამ ჩვენ ვიხდით 15 ევროს, ეს არის ფონდი მათთვის, უпростоრად იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ წავიდნენ ექსკურსიაზე, რადგან ექსკურსია ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და ხან წელიწადში ერთხელ, მაგრამ უფრო ხშირად 2 წელიწადში ერთხელ და ჯდება 300-400 евро თითო ბავშვზე. ამიტომ ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, სკოლა ეხმარება და რაღაც ნაწილს უხდის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს წასვლა ექსკურსიაზე. ექსკურსიაზე მიდიან რამოდენიმე დღით, მთელი ერთი კვირით და ნიცა იყო ერთხელ უკვე, გოჩა არ იყო ჯერ. მე მგონი, რომ უფრო მეტ ფქვილს აიღებს, ვიდრე საჭიროა. ხელთათმანები გამომელია და ასე გზელ. და გუშინ ვიყავი მაღაზიაში და დამავიწყდა. მოკლედ, კიდევ სიახლე და არც თუ ისე კარგი სიახლე ჩემთვის, გამიფუჭდა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. საშინელება, კატასტროფა. აქამდე რომ მეუბნებოდნენ, რომ და საერთოდ რომ ესმოდა სიტყვები, გეშინოდეს იმის, რას ლაპარაკობდა, გეშინოდეს საკუთარი სიტყვების და ფიქრების, ვერ ხვდებოდი მამის მერე მივხვდი თუ რას ნიშნავს სიტყვა გეშინოდეს საკუთარი ფიქრების. რამდენჯერაც რამეს ვაკეთებდი და ტონა ჭურჭელს ვდებდი ჭურჭლის მანქანაში, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს რო არ ყოფილიყო, რა მეშველებოდა და ეს რო არ ყოფილიყო, ეხლა ამდენი ხანი რა გარეცხავდა ამ ყველაფერს და მსგავსი რაღაცეები, ხო და ესე როგორც თქვიან, სამყარო მაჩვენა ეს რო არ იყოს, რა მეშველება. ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ ძალიან, იმიტომ რომ კარგი ჭურჭლის მრეცხავი მყავს, სახელად ნიცა, მაგრამ ნიცა რომ შემდეგ სკოლაში წავა, არ ვიცი რა მეშველება. პომპაა შესაძლებელი, მივხვდით თავიდანვე რომ პომპა იყო შესაძლებელი და ერთი პომპა შევცვალეთ. შემდეგ გავიგეთ, რომ ისევ არ მუშაობდა, შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ერთი პომპა არ არის საკმარისი, რამოდენიმე პომპა აქვს და მოკლედ არ ვიცით რომელი პომპაა და ასე ვერავინ ვერ გაიგებს რომელი პომპა თუ არ დაიშალა და თუ არ გამოიცვალა ყველა პომპა მოკლედ. ასე რომ გამოვთვალე, იმის მაგივრად რომ პომპები ვცვალო, ჯობია რომ ახალი ვიყიდო. მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, რომ გადასვლას ვაპირებ და ეხლა აქ რომ ახალი ვიყიდო, მოკლედ მიმივხვდით ალბათ. არ ვიცი, ალბათ თუ ბინა ვერ ვიშოვეთ და ამდენი ხანი ვეძებთ და რაღა მაინც და მაინც ეხლა ვიშოვეთ, არ ვიცი. თუ არ ვიშოვეთ, მაშინ ახალ ჭურჭლის მანქანას ვიყიდი. როგორც ხედავთ, 9 კილო საკმარისია. ძალიან კარგად გამოიყურება ჩვენი ცომი. ახლა ამას გავაბრტყელებ და მივცემ ფორმას აი ამ ტარტალეტკების ფორმით, რადგან
კორჟიკებს მსგავსი ფორმა აქვს, აი ასეთი. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიცემა. ხუმელი ჩავთვლე უკვე 180 გრადუსზე, რომ კარგად გაცხელდეს, სანამ მე ამოვჭრი ჩემს კორჟიკებს. მართლა არ ვიცი რატო ჰქვია კორჟიკები ამას. და ხშირად ვყიდულობდით ხოლმე მაშინ, როცა სოფელში მივდიოდით. როგორც იცით, მე თვითონ რუსთავიდან ვარ, დავიბადე სიღნაღში და შემდეგ გავიზარდე უკვე რუსთავში. და სიღნაღში რომ მივდიოდით ხოლმე ზაფხულში, დედაჩემი ან აცხობდა ასეთ კორჟიკებს, ან ვყიდულობდით, რადგან სიღნაღში სახლი დაკეტილი იყო, რო ჩავდიოდით, სანამ დავალაგებდით, სანამ მხოლოდ საღამოს ვაკეთებდით ხოლმე ვახშამს და გზაშიც ამას მივირთმევდით მე და ნანა და იქაც სანამ რაიმეს მოამზადებდნენ საღამოსთვის, იქაც ამას მივირთმევდით. ასე რომ ეს კორჟიკები პირადად მე მაგონებს ზაფხულს, არ დადაგებს სიღნაღში წასვლას. აი ასეთი სისქის იქნება დღეს ჩემი კორჟიკები და შემდეგ გამოცხობის დროს კიდევ ამოფუვდება. ასევე მიწერდით კომენტარებში სკოლასთან დაკავშირებით, რომ გერმანიაში მცხოვრები ბავშვები ზოგი აგვისტოს ბოლოს მიდიოდა სკოლაში, ზოგი სექტემბრის დასაწყისში, მოკლედ ზოგს 6 კვირა აქვს არდადაგები, ზოგს 2 თვე და გეტყვით, რომ ყველა მიწას და არა მხოლოდ მიწას, ჩვენ ნიდერსაქსენის მიწაზე ვცხოვრობ, არამედ ყველა ქალაქს და ყველა რაიონს აქვს თავისი წესი სკოლასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ სკოლასთან, არამედ აბსოლუტურად ყველაფერთან თავიანთი წეს-ჩვეულება აქვს, ამიტომ შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს. ასევე ჩვენი ახლობლები, რომლებიც ასევე ცხოვრობენ ნიდერსაქსენზე, სკოლაში მიდიან 2 კვირის შემდეგ. ჩვენ უკვე თითქმის 10 დღეღა დაგვრჩა. ასე რომ ცოტა განსხვავდება და ყოველ მეორე თვეს 2 კვირიანი არდადაგები აქვთ. კიდე მაგალითად ახლა წავლენ, სექტემბერში არა და ოქტომბერში 2 კვირიანი არდადაგები ექნებათ, შემდეგ ნოემბერში არა და დეკემბერში ექნებათ, იანვარში არა და თებერვალში ექნებათ, მარტი არა და აპრილში ექნებათ და მოკლედ სულ დასვენებები აქვს 2 კვირიანი, ხშირად, ასე რომ არ იწყნენ ბავშვებიც. გამოვიდა 12 ცალი და ცოტა ცომი დამრჩა, ამას გავყინავ, რადგან თავი არ მაქვს მართლა და არც დრო, რომ შემდეგ კიდევ გამოვაცხო, ასე რომ შემდეგ გამოვიღებ რამოდენიმე ხანში და ალბათ თხელ 2 ცხობილებს გამოვაცხებ, რადგან თვითონ ცოტა ცომი, ამიტომ ვიფიქრე, რომ რატომაც არა გავყინავ, ვიდრე ახლა ამას ველოდო. სხვათა შორის ამის გამოცხობას კარგად გახურებულ ღუმელში სჭირდება 8 წუთი, ხშირ შემთხვევაში 10 წუთიც, მოკლედ დააკვირდით თქვენს ღუმელს.
და იმასაც გააჩნია, რამდენად სქელია თქვენი კორშიკები და რამდენად სქელი ცომია. მაგალითად, ჩემი ზოგი თხელია, ზოგი სქელია, ზოგი აი აქ თხელდება და აქ მერე შემდეგ სქელდება, მოკლედ რაღაც გამოვა. თავარია რომ გემრიელია და ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა უნდა ზემოდან ჩანგლით დავსეროთ, რომ ლამაზი ორნამენტი მივიღოთ. ჩემი კორჟიკებიც გამოცხვა, სულ დასჭირდა 10 წუთი. აი ასეთი ლამაზუკები გამოვიდნენ. ოდნავ შევაგრილებ და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაგემოვნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს რეცეპტი. მე კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. დღეს ძალიან მოკლე და მინი ვლოგი გამოგვივიდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. მომავალ შეხვედრამდე.